დედაქალაქში ძაღლის ჭირი ვრცელდება. მწვავე ინფექციით უკვე ასობით ცხოველი დაიღუპა. ძირითადად ის ძაღლები, რომლებიც ქუჩაში და თავშესაფრებში ცხოვრობენ. ვეტერინარები აცხადებენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა ვირუსმა მუტაცია განიცადოს, ის ადამიანზეც გავრცელდეს და თბილისის მოსახლეობა გამოუსწორებელი პრობლემის წინაშე დადგეს. სხვა ინფორმაცია აქვს დაავადებათა კონტროლს. რატომ ვერ ხერხდება დაავადების პრევენცია, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია. მარტა ქურასბედიანი დეტალებით. ეს ძაღლის ჭირის მატარებელი 2 თვის ლაბრადორი ბარნია, რომელიც ვეტერინალურ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ძაღლის ჭირის ეპიდემიის პიკია, არც ამ ლეკვს და არც სხვა დაავადებულ ძაღლებს გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ აქვთ. მოიმატა სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით, ამდენი შემთხვევა არ ქონდა. დღეში ალბათ ერთი შეიძლება არც მოსულიყო. და ეხლა მასიურია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ უფრო ძლიერი გახდა ვირუსი, იმიტომ რომ მკურნალობასაც თითქმის არ ემქვემდებარება. ადამიანები, რომლებსაც 4 ფეხა მეგობრები ჰყავთ, ამბობენ, რომ ჭირის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი თავშესაფრებში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობაა. მათი თქმით, ვოლიერებს წესების დაცვის გარეშე რეცხავენ და ცხოველები მუდმივად სისველეში არიან. ჭირის ინფექციაც ძირითადად წყალს გადააქვს. ერთ-ერთი თავშესაფრიდან გამოვიყვანე ლეკვი, რამდენიმე ხანში თუ 1-2 დღეში დაეწყო ჯერ ენტერიტი, ესეც საკმაოდ სერიოზული ინფექციური დაავადება, რომ ენტერიტი მოვიცილეთ, ვებრძოლეთ და დავამარცხეთ, მაგრამ მერე დაემართა ჭირი. ეს ცხოველი, სულ ერთია დიდი პატარა, იქ ხომ არის უკვე გარკვეული რაოდენობა. უნდა იყოს წინა პერიოდი, სადაც გააჩერებენ დროებით ცხოველს. ეს თავშესაფრებში მე ვიცი რომ არ ხდება. თქვენ გადაამოწმეთ, ეს რომ ხდებოდეს, იქიდან გამოშვებული ცხოველები არ იქნებოდნენ წყაროები გავრცელების. არის თუ არა ძაღლის ჭირი ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანებზე გადადის? ამ კითხვით ჩვენ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრს მივმართეთ. სპეციალისტების თქმით, სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას, ის ცხოველიდან ცხოველზე გადადის და ადამიანი ამისგან არ ავადდება. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ ძაღლები, ძირითადად მით უმეტეს ქალაქის ტერიტორიაზე, რაც შეეხება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ ჩვეულებრივ პირობებში ამ ინფექციის გადატანას, მექანიკურ გადატანას. ამ შემთხვევაში შიშები ცოტა ზედმეტია, უბრალოდ ჩვეულებრივი ჰიგიენური წესების დაცვა სრულიად საკმარისია. ვეტერინარები და სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთ კერად ეგრეთ წოდებული დიღმის ბაზარიც ითვლება. 4 ფეხა ცხოველებს ისე ყიდიან, რომ მათ არ ცრიან. დიღმის ბაზარში ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ადამიანებმა შეიძინეს ლეკვი, ქონდა თვალიდან გამონადენი. და ძიმეს უნდა ქონდა რა, ქოშინში გადასდიოდა ძაღლს. ესო არაფერი არ არის, ლეკვიაო და ძალიან ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ისინიც ინფორმირებული არ იყვნენ. კონტროლი უნდა იყოს. აქ მოდის ცხოველში ჯანმრთელი ცხოველები. თუ წაიყვანს თვითონ პიროვნება, მერე თავად უნდა მიხედოს იმას. ავადმყოფი ლეკვი არავის არ მოყავს დედია და არავინ არ გაყიდით. ეს ის ადგილია, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია ხდება. მზის პირდაპირ დასხივების ქვეშ უამრავი ვირუსი და ბაქტერია თავად ნადგურდება, რომელიც სადაც ალტერნატივა არ გააჩნია. ოთახის პირობებში ისეთი დეზინფექცია გამორიცხულია, რომელიც შეცვლის ამ ბუნებრივ ვენტილაციასა და დეზინფექციას. აუზუსტებელი ინფორმაციით, ეპიდემიით საქართველოში უკვე ასობით ძაღლია გარდაცვლილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ზომებს მიიღებენ შესაბამისი უწყებები და როგორ მოხდება ეპიდემიის თავიდანაცილება. სპეციალისტები მოითხოვენ თავშესაფრები მკაცრად გაკონტროლდეს, დედაქალაქში დეზინფექცია ჩატარდეს და ყველა ცხოველი აიცრას.